დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კოსოვოში პირველი არჩევნები ჩატარდა. ადგილობრივი და მუნიციპალური არჩევნების შედეგების დათვლა დედაქალაქ პრიშტინაში უკვე დაიწყო. ეს პროცესი ქვეყნისთვის იქნება დემოკრატიისა და უმცირესობის მოთხოვნების დაკმაყოფილების ტესტი, რადგან უმცირესობას ქვეყანაში სერბები შეადგენენ. კოსოვოელების 6%, ანუ 2 მილიონი ადამიანი ეთნიკურად სერბია. მაგრამ ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ სერბების ხმები არ იქნება გადამწყვეტი, რადგან ბელგრადელმა და სერბმა რადიკალებმა თანამოაზრეებს მოუწოდეს არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ. თუმცა ამ მოწოდებას ყველა არ ეთანხმება. მიმაჩნია, რომ მუნიციპალიტეტში უმრავლესობა სერბებით უნდა დაკომპლექტდეს. სწორედ ამ მიზნით ვიღებ არჩევნებში მონაწილეობას, განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ. სერბ და ალბანელ მოსახლეობას შორის დაპირისპირება და ძალადობის ფაქტები ხშირად ხდება უფრო სერიოზული კონფლიქტებისთვის ბიძგის მიმცემი. კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ჰაშიმ საჩიმ განაცხადა, რომ მას მრავალეთნიკური დემოკრატიული საზოგადოების ხელმძღვანელობა სურს, რომელსაც შეუძლია ევროკავშირში ინტეგრირება. ეს არჩევნები გამოავლენს კოსოვოს მზაობას, არის თუ არა ქვეყანა მსგავსი ამბიციების რეალიზებისთვის მზად.